ემზადება თუ არა გაერთიანებული სამეფო ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დასაწესებლად. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ქართული ოცნების გადამალული ფინანსების შესახებ ისაუბრეს. აქცენტი ვირჯინიის კუნძულებზე გაკეთდა, სადაც მმართველი პარტიის დეპუტატის ფილ ბრიკელის თქმით, ოცნების ზოგიერთი ლიდერი საკუთარ სიმდიდრეს ინახავს. ბრიკელმა თემასთან დაკავშირებით შეკითხვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის დაუსვა. Foreign Secretary, you've long campaigned for London to be the anti-corruption capital of the world. საგარეო საქმეთა მინისტრო, თქვენ დიდი ხანია იღწვით იმისთვის, რომ ლონდონი მსოფლიოს ანტიკორუფციული დედაქალაქი გახდეს. მინდა შეგიქოთ ეს ძალისხმევა. ამ კონტექსტში კი მინდა მოკლედ ვისაუბრო საქართველოზე. საქართველოში პრორუსული პარტია ქართული ოცნების წამყვანი წევრები მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართული ხალხის თავისუფლებებს დევნიან, სავარაუდოდ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ, რათა ფინანსური საიდუმლოების ფარდის მიღმა თავიანთი სიმდიდრე დაფარონ და გადამალონ. ამავდროულად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა კვლავაც ვერ შეასრულა ვალდებულება, რომ ბენეფიციარი მფლობელობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრები ჩამოაყალიბოს. 2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მიღების შემდეგ მათ ამის ვადა როგორც 2020, ისე 2023 წლებში დაარღვიეს. როგორ ფიქრობთ, ეს მსოფლიოში როგორ სიგნალს აგზავნის? პასუხად დევიდ ლემიმ თქვა, რომ ის საკითხს დეტალურად არ იცნობს, თუმცა შეისწავლის და პოზიციას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან დაკავშირებითაც გამოხატავს. ეს საშინელ სიგნალს გზავნის. ეს საკითხი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან დაკავშირებით კვლავაც განხილვის საგანია და ჩვენ ამას სერიოზულად ვუდგებით. სწორედ ამიტომ მომავალ წელს არალეგალურ ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვას ვგეგმავ. სწორედ ამიტომ ვთხოვე ქალბატონ მარგარეტ ჰოჯს, რომ დაგვეხმაროს ამ პრობლემების მოგვარებასა და საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებაში. დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. კონკრეტულად იმ საკითხის დეტალებზე, რომელზეც ყურადღება თქვენ გაამახვილეთ, საქართველოსა და იქ არსებულ კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით ჯერ არ ვფლობ სრულ ინფორმაციას, მაგრამ ყურადღებით გავეცნობი და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პოზიციას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს. 2025 წლის იანვარში გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა. გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს, რადგან ის აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებსა და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას მოიცავს. გაერთიანებულ სამეფოში შედის ეგრეთ წოდებული ოფშორული ტერიტორიები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზე ვრცელდება. თუ ქართულ ოცნებას დაუჯერებთ, მათ ლიდერს ქონება ოფშორებში გადამალული არ აქვს და არც სანქციები აშინებს. ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა დავით ლემიმ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ საგარეო უწყებად ზედმიწევნით სწავლობს კორუფციულ სქემებს ივანიშვილის რეჟიმის და მათ შორის აქვს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიებთან, სადაც ოფშორულ კომპანიებში დიდი რაოდენობის აქტივებს მალავს პირადად ივანიშვილი, ისე როგორც მასთან დაახლოებული პირები. ჩვენ ახლა გამოვედით შეხვედრიდან ბრიტანეთის საგარეო უწყებაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები ჰქონდა, მათ შორის იმაზე, რომ მოხდეს სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების უკან გაწვევა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა ბიძინა ივანიშვილზე და მისი გარემოცვის წევრებზე. დღეს რეჟიმი რაზეც დგას, ეს ყველაზე დიდი იარაღი არის სწორედ პროპაგანდისტული არხები, ამიტომ ჩვენ მათგან ვითხოვთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას მივაღწევთ, იკვებება რეჟიმი პროპაგანდით და ამას ხელს უწყობენ პროპაგანდისტული არხები, რომლებიც სამწუხაროდ ზემოქმედებენ ქართულ ხალხზე, სარგებლობენ მათი სიღარიბით, სარგებლობენ მათი მდგომარეობით, აშანტაჟებენ, აშინებენ, ყოველდღიურად კერავენ სხვადასხვა საქმეს. აქედან გამომდინარე, ვინც უნდა დასანქცირდეს ბრიტანეთის მხრიდან დღეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ეს არის პროპაგანდისტული არხები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ჯერ კიდევ იანვარში წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში ფინანსურ სანქციებში ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია მოჰყვებოდა, რადგან ეს კომპანიები სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზე იყო რეგისტრირებული. თუმცა მას შემდეგ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ივანიშვილმა კომპანიების ნაწილი, რომელთა რეგისტრაციის ადგილი დიდი ბრიტანეთის ოფშორული ტერიტორიები იყო, ოჯახის წევრების სახელზე საქართველოში გადმოარეგისტრირა.